რატო დავარქვე ჟაპანა? 1991 წლის ივნისის თვე იდგა, ჩემო ბატონო, ვაბარებდი გამოცდას თეატრალურ ინსტიტუტში. შევასრულე ტიბეტური ცეკვა. ეს იყო მებრძოლი ტიბეტის ცეკვა, რომელიც მზის ამოსვლას ეგებება. მოკლედ გადადიოდა ჩაჯდომები, იქ მუხლებზე ტრიალით, აკეთიკით და ჩემი მეგობარი კურსელი, ცხონებული, 10 გარდაცვლილი მიშა ტომარაძე, ჩემო ბატონო, იმან თქვა, რომ მაშინ ყველაფერს ეწერა, რაც კარგი იყო, made in Japan. ხარისხის ნიშანი იყო ჯაპანა. თან დაბალი ვიყავი, წვრილთვალება, ადგილზე ვაკეთებდი სარტოს, ხელებით დავდიოდი, ჩქარი ვიყავი, სწრაფი ვიყავი და დამარხვა იაპონიიდან გამომდინარე და არა გურულია, მაგათ ვედაცვალე გურულებს მე, ჯაპანიდან გამომდინარე. Made in Japan და ჯაპანი და დარჩა ჩემო ბატონო. თქვენ წინაშეა დავით ხუცილავა, ჩემო ბატონო, მსახიობი და თქვენი მონამორჩი. როგორ გავიხსენო ხე ბავშვობა იქიდან არის ხე მახსოვრობა არ გაქვს რაღაც პერიოდი ბავშვობა ეს არის დაბა როგორ გაჩდი ხა მაგალითად დიდი რეზო ესაძე იძახდა რომ მე მუცელში რო ვიყავი ისიც მახსოვსო და მე არ მახსოვს მუცელში რო ვიყავი ნამდვილად მაგრამ მითხრეს რომ ვარ ლათვიანი მაშინ ინკუბატორები არ იყო და ძალიან ბევრი მცემეს უკანალზე გავლურჯდი და ბოლო ამომიღია ხმა და გავჩდი და მოველინე ამ ქვეყანას რამდენად გამოვადექი მე ქვეყანას ეს გადაწყვიტოს საზოგადოებამ ეხლა მშობლები, ჩემი მამა იყო ჩემო ბატონო დირიჟორი და იქიდან მახსოვს ძალიან საოცრად, ოპერის კულისებში ვარ გაზრდილი, მე ისე მოხდა რომ სკოლა რო დავამთავრე, შენ ხარ ჩემი ბატონი, დედაჩემმა მითხრა რომ აქო შენო მე მარტო ვერ გიპატრონებ და გამაგდეს მამაჩემთან. მივედი მამაჩემთან, ჩავედი ჩემო ბატონო და მამუშავა სენის მუშად. ეს რა ყოფილა თან ოპერის თეატრში მით უმეტეს. იყო შენ წარმოიდგინე აბესალომი და ეთერს რო დაშლი 12 საათზე თავდებოდა სპექტაკლი და კოშკები დგას სცენაზე და 4 საათზე მე მივიდი დილას ახში. მე უთხარი მამა არ გიყვარ ვარ მეთქი რაღაცა იქ და განათლებას გადამიყვანო და ეთყობა შეუყვარდი, მანამდე არ უყვარდი და გადამიყვანა განათლებას. შემდეგ ისე მოხდა რომ უნდა ჩაგადავწყვიტე რომ ბოლოს სამსახიობოზე უნდა ჩამებარებინა რაღაცა სკოლაშიც კი ჯერ მეათე კლასშიც კი არ მქონდა გადაწყვეტილი რო იციან რომ მე ბავშვობიდან სცენის მტერი რომ ჩავყლაპე და რაღაცები ეგეთი რამე ჩემთან არ მომხდარა 91 წლის ზაფხულში ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში თავიდან მოვხდი ლილიოსელიანის ჯგუფში და მოგეხსენებათ მე რაღაცნაირად გავიყავით გადავედით და გავიყო და რეზო მირცხულავა იყო ჩემი პედაგოგი პირველი სპექტაკლი სასტუმროს დიასახლისი გვაქვს ნათამაშები ჩემო ბატონო მე და მიშა გოგიაშვილს ერთად ის იყო მარკიზი გოლდონის სასტუმროს დიასახლისი და მე ვიყავი გრაფი ისე რომ დავამთავრე თორე ჩემო ბატონო ესე მოხდა რომ წაგვიყვანეს ფოთში ვიყავით იქ 2 წელიწად ნახევარი თან თეატრში ვიყავი და თან ჯარში ვიყავი მაშინ ლაქა ახალი გამოსული იყო და ძალიან პოპულარული გახდით მე რაღაცნაირად უცნაური რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში რამდენჯერმე დაიწყო ჩემი კარიერა თავიდან პირველივე პინდა ინსტიტუტის პერიოდში გადამიღო ალიკაცაბაძემ ლაქაში რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა და მე მოყვა მას ჯარი და მე ისევ თავიდან რო აღმედგინეს რეჟისორებმა ისევ თავიდან დაიწყო ჩემი ამბავი ისევ დამიწყეს გადაღებები მართალი გითხრათ და მე დაიწყო 90-იანი წლები ჩაბნელდა ქვეყანაში. ახლა 2002 წელი მოვიდა ჩემო ბატონო და ამ 2002 წლიდან ბადრი პატარკაციშვილმა დაიწყო უკვე სერიალებზე ფული ჩადება და ისევ თავიდან აღვიდგინე. ცოლი თუ ყავთ ბატონო კაპიტანო. თენგო დამიძახე. ყავთ? თითქმის ყველა სერიალში მივიღე მონაწილეობა პატარა ფილმებშიც, დიჩიც, ოტელო გადაღებული თამაშობ ოტელოს და თამაშობს მე იაგოს გრების ხორუმში მთავარ როლს თამაშობ, ეპიზოდურ როლს თამაშობ ცხელძახში. იყო გადაღებები იყო რა. მარჯანიშვილის თეატრში როგორ აღმოჩნდა 2005-4 წლისთვის მიმიწვია უკვე ჭოლამ და უფროსურად ოთარაიგაძემ პირველი ოთარაიგაძე მიმიწვია და მე ჭოლამაც სპექტაკლებში უკვე მე ვითამაშე სხვადასხვა როლები იქ მინდია ვითამაშე ჩალხია ვითამაშე მინდიაში ჭოლამ გააკეთა სხვათა შორის ძალიან კარგი სპექტაკლი იყო ეს მინდია ქრონიკები რაღაცა სხვა მთვარე უამრავი სპექტაკლები ვითამაშე მე რა ამ სარდაფში ვაკის სარდაფში და რუსთაველის სარდაფში
მე წოდა წამოიყვანეს მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელად. 2005 წლიდან ცოტა ხანში უკვე მოკვიდა 4 მსახიობს ხელი. მე დაიწყო უკვე მარჯანიშვილის თეატრში ვარ დღემდე. აგერ 25 წელია და დღემდე ნუ ეხლა რამდენი სპექტაკლი ვითამაშე ვერ გეტყვით. ბევრი. ანდრონიკაშვილი ალექსანდრ სიმეონოვიჩ. მოსვლისთანავე ეს იყო ქაკუცა ჩოლოყაშვილმა, რომელმაც გამოიწვია საოცარი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მან ჰქონდა სასჯელი როლი კაცის, რომელიც მანქანაში არ მიჯდებოდა ხალხი. გეოსუმიჩის სომეხი მეტეხის უფროსი იყო კაცი, რომელიც აი ვინც დახვრიტა ნახევარი არისტოკრატიული საზოგადოება. როგორ შედიხართ როლშიო და ვაკაკუნებ და შევდივარო რა და ხო და აი ეს კაკუნის მომენტი არის როგორ იცით რომ ძალიან საინტერესო როგორ დააკაკუნებ დაკაკუნებიდან გამომდინარე როგორ შეხვალ მე რაღაცა ცოტა სათუთად უნდა დააკაკუნო და სათუთად უნდა შეიაღო კარებით თუ გინდა რომ რაღაცა მე სიმპათია დაიმსახურო მაყურებლის რა მოსაზრებას მეთანხმები, რომ მსახიობი უნდა იყოს ფილოსოფოსი და აკრობატიო. ესე იგი, ფიზიკურად, ერთადერთი პროფესია, რომელიც ფიზიკურადაც და გონებრივადაც ერთდროს მუშაობს. არ არსებობს ეგეთი პროფესია, რომ გონებაც მუშაობდეს და ფიზიკაც. პაუზასთან დაკავშირებით, რაც შეეხება პაუზას, შენ პაუზას ეხლა რო ამობებ მსახიობები, რომ ნუ აი სცენის გარეშე მათ სიცოცხლე არ შეუძლიათ. მე ბაბადიეთ ესეთი ცინიკური, ნიჰილისტური მიდგომისათვის ამასთან დაკავშირებით, ხოტყინს ხო არ ვიტყვი ხა, რაღაცნაირად ვუძლებ. მიუხედავად იმისა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, დილის 11 საათზე, 10 საათზე შემოვდიოდი თეატრში და ღამის 12 საათზე გავდიოდი ორშაბათი დღის გარდა ყოველ დღე. რეპეტიციები ყოფილა რომ 2 მქონდა დღეში და საგრიმიოროში ვჭამდი, საგრიმიოროში ვისვენებდი, საგრიმიოროში ცხოვრობდი. ფაქტიურად აი 17 წელიწადი დაახლოებით 16-17 წელიწადი და ეხლა რაღაცნაირად ამ ყველაფრისგან თავს შევიკავებ აღარ მინდა შვილიშვილები მყავს ცოტა ოჯახსაც დავუთმობ ასე ვიტყოდი მე და მით უმეტეს თუ არა მაქვს შემოქმედებითი მოტივი რაღაცა თუ ვინმე არ დამაინტერესა ჩემი გამრავლი გზით მე ისეთ ცხოვრების ვიცხოვრე რომ დღეს რომ მოვედი და ვარსებობ და თქვენ წინაშე ვარ ამით უკვე კმაყოფილი ვარ და კიდე რაღაცნაირად საქართველოში რომ ასე თუ ისე რაღაც ჩემი პატარა აგური თუ დავდე ძალიან პეტერი აგური აი ძალიან პატარა აგური თუ დავდე ვარ მოხარული და ბედნიერი და თუ ვინმეს უყვარვარ და მაფასებს და მეტყვის რომ მე ისეთი რამე გავაკეთე ეს ეკრანებიდან იქნება თუ სცენიდან რომ მას ვასიამოვნე ჩემზე ბედნიერი კაცი არ არის და მე მგონი არსებობენ ესეთი ადამიანები